Ამდრომდე არ ამბობს იდენტიფიცირებული არის თუ არა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც გუშინ გვიან ღამით თვალინგის დასახლებაში უმისამართო ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდა, თუმცა ფაქტია, რომ უწყებამ გამოძიება მომხდარ ფაქტზე ნამდვილად დაიწყო ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარების მუხლით, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ამოიღეს სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომლის მეშვეობით ახლა ძალოვანებს მარტივად შეუძლიათ იმ პირის იდენტიფიცირება, რომელიც უმისამართოდ ფაქტობრივად მთელი ღამის განმავლობაში ისროდა, თუმცა ჯერჯერობით უწყება არ ამბობს იდენტიფიცირებულია თუ არა ეს პირი. როგორც უკვე მაყურებელმა იცის, რამდენიმე საათის განმავლობაში ჰუალინგის დასახლებაში საგამოძიებო მოქმედებები გრძელდებოდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ გვიან ღამით უცნობმა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღი ავტომობილიდან გაისროლა, რამდენიმე ავტომობილიც დაზიანდა. ამ ტერიტორიაზე გამოჩნდნენ სამართალდამცველებიც, ჩაატარეს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებებიც, როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია და პრინციპში შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ იმას, რომ უმისამართო სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. პოლიციელები დიდი ხანია აქ არის? კი, დიდი ხანი არის, მე ძაღლით გავასეირნე დღეს დილით. ანუ დილიდან აქ არიან, ხო? ეხლა მით რაღაც მე არაფერი არ გამიგია, რა ვიცი. სროლა იყო ეგრე გაიგეთ? არა. ხო, სროლაო, ის იყო და მე მეთქი არაფერი არ გამიგია. სროლა ნავარია, არაფერი არ გაგიგიათ? გავიგე, მაგრამ ვერ გამოვიხედე. აი რა გაიგეთ? სროლის ხმა გაიგეთ თქვენ? არა, ყვირილის. ჩხუბი ხო არ იყო? ვერ მივხვდი, უბრალოდ ძალიან განწირული ხმა იყო, მაგრამ კაცის უფრო თუ არ ვიცი, მოკლედ იყო რა. ჰუალინგის დასახლებაში უკვე დასრულებულია საგამოძიებო მოქმედებები. ექსპერტ კრიმინალისტებმა და კრიმინალური და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა რამდენიმე საათის წინ დატოვეს მიმდებარე ტერიტორია. ახლა ვეოდებით ჩვენ უწყების მხრიდან ინფორმაციას, მოახდენენ თუ არა იმ პირის იდენტიფიცირებას, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით წუხელგვიან ღამით ქუჩა-ქუჩა დარბოდა და ისროდა.